მინესოტაში შეერთებული შტატების თქვათ ერთ-ერთ შტატში ეს არეულობები ხო იყო ყველას მოგეხსენება და 2 დღის წინ აღმოაჩინეს რაღაცა ხარჯებთან დაკავშირებით $400,000 ხარჯები აღმოაჩინეს ეგ ერთი რაღაცა ნაწილი და გზამკვლევი და გზამკვლევში დადასტურებულია აჯანყებულებისთვის აქ ეწერა მეთოდები როგორ უნდა გაანადგურონ და დაწვან კერძო საკუთრებები ანუ ყველაფერთან ერთად ასწავლიან იმასაც როგორ გაანადგურონ სხვადასხვა კერძო საკუთრება. ეხლა ვინმეს გონია და დაიჯერებს რომ და მე ბრიყვი მგონია დაიჯერებს რომ აქ ამ ხალხს ეგეთ რაღაცებს არ ასწავლიან, როგორ არ ასწავლიან. ეს ყველაფერი რაღაცა ნაწილობრივ იმაში არ გეთანხმები რომ ესენი ტრენინგები გავლენებიან და ფულს უხდიან. დიახ უხდიან კაცო. იქ შეიძლება რამოდენიმეა, როდესაც აჰა დამქირავებელი უყურე როგორ მე უნდა გადავიხადო რაღაცაში 100 ლარი. და 10 კაცისთვის მაგ გათვალისწინებული 100 ლარი. რო დავინახავ რომ 1-2 შერეკილია ისედაც. და ფულს არ მივცე. მაგრამ 8 რა თქმა უნდა 8 უეჭველი ფულით არის იქ დადის. ანუ 80% ცოტა მეტი ფულს უხდიან ჩვეულებრივად ეს არის ორჯერ 2. რა დარწმუნიც არ უნდა იყოს ამ ხნის განმავლობაში იმდენი რო გავიდა. იმას ხო ჭირდება ფული არსებობა და ასე შემდეგ. არც ისეთი იდეოლოგიური ტიპები არ არიან. რომ აი მაგალითად ხო იდეოლოგიაზე ჩამოკიდებული ასე თქვათ რომ ერთი წლის განმავლობაში დადიოდნენ წვიმაში ქარში და უბედურებაში არა ერთი რომ ფულს აძლევენ და მეორე მთავარი мотиваცია რა არის მაგათთვის უყურე რასაკეთებს მაგალითად ევროკავშირის საელჩო ჯერ ახლა ჩვენ ვამბობთ რომ ანუ რატომ არიან ესეთები იმიტომ არიან ესეთები გონებაში ცოტა რაღაცა შეზღუდული ტიპები რომლებიც ეხლა უკვე საშიშებიც გახდნენ როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის, აქამდე რაღაცა რბილად ვამბობდით, დავცინოდით, ესეთია, ისეთია, მაგრამ უკვე ეხლა გადაიქცა კამიკაძეების ჯგუფად. და რატო? ხო უნდა შეარჩიო. შერჩევის დროს, მაგალითად KGB რომ მუშაობდა, როგორ არჩევდნენ მაგალითად ისეთ ტიპებს, რომლებიც აგენტები იყვნენ, ხო, რაღაცა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. დღეს კრიტერიუმებს ვინ აკმაყოფილებს? ყველაფერზე წამსვლელი ტიპი, რომელიც იმაზეც წამსვლელია, რომ აფეთქონ და რაღაცა უბედურობა დამართონ და მოწიონ ქვეყანას რაღაცის და ვიღაცის სახელით. აბა გაიხსენეთ კაცო, ესეთები ვინ იყვნენ? ბოლშევიკების დროს იყვნენ ესეთები და არჩეულები ყავდათ. ეხლაც არჩეულები და შერჩეულები ყავთ. ყველაფერზე წავა ეს ხალხი და ამიტომ ცოტა ისეთია, რომლისთვის მორალი არ არსებობს, ოჯახი არ არსებობს. იქ რაღაცა სამშობლოსთან დაკავშირებით კიდე გაუბერეს რაღაცა ბუშტი ესეთი გამოთქმა არსებობს ჰაერს ბუშტსო ეგონაო რომ სულით აბერესო და სინამდვილეში გაბერესო ესენი არიან ამათ გონიათ რომ ის ევროკავშირის ელჩი რო შეხვდება გერმანიის ელჩი რო შეხვდება და რო ეუბნება რომ თქვენ ხართ საქართველოს მომავალი ამათ გონიათ რომ ეს არის ესე თან ასლარსაც მიცემენ და მომავალია საქართველოს და ცოტა ხნის წინ ვინ იყო აბა 1 წლის წინ უყურეთ ადამიანები რომლებსაც არავინ არაფრად არ აგდებდა, რასაც თქვენ საუბრობთ და მეც ესე მგონია. ანუ ცოტა გონება შეზღუდული რომ არის, ოჯახში სხვანაირად ექცევიან, მეზობლებიც, სადღაც რო არის და ამ დროს აღმოჩნდა რომ ეს ტიპი უცბად გამოიყვანეს აგერ რუსთაველზე, ქალაქის ცენტრში, ზოგი საიდანღაც არის ჩამოსული თქვა რაიონი და გამოიყვანეს და უთხრეს შენ ხარ საქართველოს მომავალი. შენ უნდა გადაარჩინო. კი, შენ ქვეყანა უნდა გადაარჩინო. ევროპაში გაუშვეს სადღაც. კი ბატონო, ფული მიცეს, ტრენინგებზე დაყავთ, ასწავლენ, აბა რა გონიათ ეხა წეხა რომ ამბობდით რომ მამისტოლა კაცს რო აგინებს და იქ რაღაცა რომ მიუვარდება და არაფრის გამო ვიღაცას დედას ოჯახს და ცოლ-შვილს მოუხსენიებ. ეს ტრენინგი გავლილ რა თქმა უნდა შენ თვითონაც ხარ ბუნებით ეგეთი ნაძირალა უნდა იყო კაცო რაც არ უნდა გასწავლონ და იჩიჩინონ ვერ გააკეთე ეგრე ვერ გააკეთე ფიზიკურად ვერ გააკეთე შეიძლება თვალები დახუჭო და აღა ვიღაცაში აგინო თუ მაინდა ფული გჭირდება ესე გამწარებულები გამვლელ გამომვლელს შტაბში რო კაცი შედის და არ იცი ვინ არის რაზე შედის იქნება არა ერთ იქნება გაჭირების გამო მიდის რომ რაღაცა და ყველას ერთიანად აგინებ ლანძღავ იწევ და ასე შემდეგ ამას სჭირდება ამორალურობა რის საფუძველზე არის შერჩეულები გონება სუსტები არიან ყველა რაღაცა რა თქმა უნდა პრობლემა აქვს და ფულს აძლევენ ეს ხალხი ამ
ამათზე ნაძირლებმა NGO-ს ხელმძღვანელებმა და იმათზე კიდე ნაძირლებმა ევროკავშირის ბიუროკრატებმა გამოიყენეს მასალად, როგორც აი საქართველოს ჭირდებათ მაგალითად ხორცის ტყვიათ რო გამოგვიყენონ ჩვენ რა, მაგალითად, ხო? ისე იყენებენ ამ ახალგაზრდებს.